გაბერილი შტატები და არამიზნობრივი ხარჯები, ასეთია აუდიტის დასკვნა თბილსერვის ჯგუფზე. კომპანიაზე, რომელიც სანიაღვრეს სისტემის მოწყობა გასუფთავებაზეა პასუხისმგებელი. აუდიტმა თბილსერვისის 2 წლიანი მუშაობა შეისწავლა და არაერთი დარღვევა გამოავლინა. კომპანიაში არსებული გადაცდომების მიუხედავად კი დღეს ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია და დედაქალაქის დატბორვას სისტემებში დაგროვილ ნაგავს აბრალებს, თუმცა რატომ არ ტარდება პერიოდულად გაწმენდითი სამუშაოები აღარ აკონკრეტებენ. ნინო გიგაური მუშაობს თემაზე და ახლა ის შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ნინო, რომ დაუბრუნდეთ დასკვნას, კიდევ რა გამოავლინა აუდიტმა თბილსერვის ჯგუფში? იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელი იყო და ამან შექმნა გასულ ღამეს ქალაქში სერიოზული პრობლემები, მოწმობს აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეს დასკვნა. სამსახურმა სწორედ იმ უწყების 2 წლის მუშაობა შეისწავლა, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი მაგალითად სანიაღვრე სისტემის გამართულ მუშაობაზე. საუბარია კომპანია თბილსერვის ჯგუფზე. აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება ძალიან ბევრი დარღვევით მუშაობს წლების განმავლობაში. საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა მაგალითად სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებაში გადახდილი არარეალურად მაღალი თანხა, ასევე გაბერილი შტატები დასაქმებულების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს ფუნქცია, თუმცა ისინი მაინც სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ, ასევე ზეგანაკვეთურ სამუშაოში თანამშრომლებისთვის გადახდილი თანხა არის არარეალურად დიდი. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ თანამშრომლები ამდენ საათს ზეგანაკვეთურად ფიზიკურად ვერ იმუშავებდნენ, ასევე უწყებას ემსახურებოდა 869 ავტომობილი, თუმცა გასულ წელს მათ 3 ძვირადღირებული მანქანა მაინც შეიძინეს თბილსერვისის დირექტორისა და მისი მოადგილეებისთვის. არარეალური და შეუსაბამოა საწვავის ხარჯიც, ასევე დაუსაბუთებელია და არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები ავტომობილების მოვლა პატრონობაზე. კომპანია შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ვადების დარღვევის გამო დაჯარიმდა კიდეც და მოუწია 163,000 ლარის გადახდა და ეს თანხა რასაკვირველია თბილისის მცხოვრებლების ხარჯი იყო. თბილსერვისმა ასევე ვერ უზრუნველყო ნაგავსაყრელის მოწყობა დადგენილი სტანდარტებითა და ნორმებით. ოპოზიციაში დღეს ამბობდნენ, რომ სწორედ ყველა ეს დარღვევა არის საბოლოოდ მიზეზი, რომ თბილსერვის ჯგუფის მუშაობა არაეფექტურია, რაც გასულ ღამესაც დადასტურდა, როცა ქალაქმა მოსულ წვიმას ვერ გაუძლო და დაიტბორა. კომპანია თბილსერვის ჯგუფში დასაქმებულია ასობით პირი, რომელიც საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად შემოსავალს იღებს, სარგებლობს პრივილეგიებით, იყენებს ავტომობილს, საწვავს და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი გამოყენებულია არა იმიტომ, რომ განვითარდეს სერვისი ქალაქში და ქალაქი იყოს უფრო მეტად სუფთა, უფრო მეტად მოწესრიგებული და თუნდაც ის შემთხვევა, რომელიც გუშინ განვითარდა თბილისში, არ იყოს იმ შედეგების მომტანი, რა შედეგებიც მოიტანა, რომ შესაბამისი სამსახურები უფრო მეტად იყვნენ აღჭურვილები შესაბამისი ტექნიკით, ცოდნით, განათლებით და პროფესიონალიზმით. არა, ეს რესურსები იფლანგება, გამოყენებულია არამიზნობრივად. აუდიტის დასკვნის ეს რამდენი ფურცელით საკმარისია იმისთვის, რომ ნახოთ რა მასშტაბის კორუფციასთან გვაქვს საქმე, ხო? აქ პაკეტი არის, ბუკეტი არის კორუფციასთან დაკავშირებული საქმიანობის და ეს ვერ განხორციელდება მფარველობის ეგრეთ წოდებული კრიშის გარეშე და სწორედ ეს კრიშა არის კახი კალაძე და ის აფარებს ამ კორუფციულ სისტემას ხელს. ეს გამოჩნდა გუშინაც ხო თბილისში ელემენტარულად სანიაღვრე სისტემა, რომელშიც დაახლოებით 80 მილიონი არის დახარჯული და შეჭმული, ფაქტობრივად არ მუშაობს, ხო? ეს რაზე მეტყველებს? არ გააკეთეს, უხარისხოდ გააკეთეს, ფული მოიპარეს და შესაბამისად დაზარალებული დარჩა მოქალაქე. ირკვევა, რომ თბილისის მერიამ დაახლოებით 80 მილიონ ლარამდე დახარჯა ბოლო 2 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ქალაქში სანიაღვრე სისტემა ყოფილიყო გამართული, თუმცა არ აღმოჩნდა გამართული ეს სისტემა და ოპოზიციის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას რასაკვირველია თბილისის მერს კახა კალაძეს აბრალებენ და აკისრებენ უბრალოდ და ის ფაქტი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ თბილსერვის ჯგუფი მაგალითად ამ შემთხვევაში კონკრეტულად არის მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული იმაზე, რომ მხოლოდ თავად შეიქმნას კომფორტული სამუშაო პირობები, ასევე აიღოს საკმაოდ სოლიდური ხელფასი, თუმცა ის არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თბილისში არსებული რეალური პრობლემები მოგვარდეს.